თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულდა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულდა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. დღევანდელ გადაცემაში მოისმენთ რუბრიკას განათლების გზამკვლევი. რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა განათლების გზამკვლევი და მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი ზურაბ ყულჯანიშვილი და ვისაუბრებთ საკმაოდ საინტერესო საკითხზე, იმ შესაძლებლობებზე, რასაც ორგანიზაცია თავის პარტნიორებთან ერთად სთავაზობდა და სთავაზობს ახალგაზრდებს. მოგესალმებით ბატონო ზურაბ და მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ნანა, მივესალმებით თქვენს მსმენელებს, მადლობა მოწვევისთვის. ბატონო ზურაბ, სანამ ესე უშუალოდ გადავალთ კურსის მიმოხილვაზე და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ახალგაზრდებს თავაზობდით, რომ მოგვიყვეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ, როდის დაარსდა და ძირითადად რა იყო მისი დაარსების მთავარი მიზანი. დიახ, საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასია ახალციხის ოფისი ოფიციალურად 2009 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი იყო ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა თავიანთი ბიზნესების განვითარებაში, როგორც ოფის მეურნეობის, ასევე სხვა მიმართულებებში. და ამ ეტაპზე დღევანდელი გადმოსახედიდან რა არის მისი მთავარი მიზანი და მისია? დიახ, პირველ ეტაპზე ჩვენ ვეხმარებოდით ადგილობრივ ბიზნესებს სხვადასხვა დარგში, თუმცა 2011 წლიდან ჩვენ მოვიწვიოთ ფრანკფერმერთა ასოციაცია FERT-ი და მისი მხარდაჭერით 2011 წლიდან ჩვენ დავიწყეთ მეცხოველეობის მხარდაჭერა, ხოლო 2020 წლიდან უკვე ამ პროგრამის ფარგლებში მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით მეფუტკრეებს, ადგილობრივ მეფუტკრეებს და კარტოფილის მწარმოებელ ფერმერებს. ასე რომ ამ ეტაპისთვის სამი ძირითადი დარგი გვაქვს: მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და კარტოფილის წარმოების მიმართულება. ძირითადად რაში გამოიხატება თქვენი ორგანიზაციის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის მიმართულებით? თქვენ ახსენეთ, რომ ფრანკფერმერთა ასოციაციასთან ერთად უწევთ მხარდაჭერას. როგორია ეს მხარდაჭერა და რას მოიაზრებს თქვენი საქმიანობა უშუალოდ ფერმერულ მეურნეობებთან? ესე იგი, თავიდან 2011 წლიდან შეიქმნა ტექნიკური ჯგუფი, რომელიც ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდა ადგილობრივ ფერმერებს და ეს ტექნიკური მხარდაჭერა გულისხმობს ადგილობრივი ფერმერების ინდივიდუალურ დახმარებას თავიანთი მეურნეობების ზრდაში, მაგალითად მეცხოველეობაში, როგორ კვებოთ, როგორ მოვახდინოთ მათი მოვლა-პატრონობა, ვეტერინარული ღონისძიებები როდის უნდა ჩავატაროთ, როგორ ვაწარმოოთ ხარისხიანი და უნებელი პროდუქცია და ანალოგიურად მეკარტოფილეობის და მეფუტკრეობის მიმართულებითაც. შემდეგ წლების განმავლობაში მუშაობის შემდეგ, ესე ვთქვათ, სოფლებში გამოირჩნენ ადამიანები, რომლებიც ლიდერები იყვნენ და ამ ლიდერებმა შემდეგ 2014 წელს სასწავლო მოგზაურობის შემდეგ საფრანგეთში, სადაც მათ ნახეს ფრანგული გამოცდილება თუ როგორ ხდებოდა იქ თავად ფერმერების მიერ პროცესების მართვა და გაერთიანება, გადაწყვიტეს, რომ დაეფუძნებინათ ადგილობრივი ფერმერთა ასოციაცია, ერთობა, რომელიც თავიდან როგორც გითხარით, მეცხოველეობის მიმართულებით მოღვაწე ფერმერების მიერ იყო დაფუძნებული, ეხლა ამ ასოციაციაში მეფუტკრეები და მეკარტოფილეებიც გაერთიანდნენ. ანუ ფაქტიურად თქვენი ორგანიზაცია ექსკლუზიურად ასოციაციას უწევთ მხარდაჭერას. დიახ, ძირითადად ჩვენ ორიენტირებულები ვართ ამ ასოციაციაში გაწევრიანებული ფერმერების განვითარებით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფური მიმართულებითაც, ერთობლივი აქტივობების მიმართულებითაც გვაქვს მათი, ესე ვთქვათ, მხარდაჭერა. თუმცა სხვა ფერმერებსაც არ ვეუბნებით, ესე ვთქვათ, უარს, პირიქით ვცდილობთ, რაც უფრო მეტი ადამიანი, მეტი მწარმოებელი შემოვიკრიბოთ, რადგან ასოციაციასაც, ესე ვთქვათ, ქონდეს განვითარების შესაძლებლობა, ხოლო ადგილობრივ სხვა ფერმერებსაც ქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ
სიკეთეები მიიღონ, რასაც ასოციაციის წევრები იღებენ. საკმაოდ საინტერესოა, იმიტომ რომ რეგიონში ფაქტიურად პრეცედენტია ფერმერების მიერ შექმნილი ასოციაცია და მისი ფუნქციონირება და აქ მინდა გკითხოთ, როგორ ხედავთ თქვენი ორგანიზაციის და ასევე ასოციაციის როლს ჩვენს რეგიონში. ესე იგი, ასოციაცია უნიკალური არის ამ შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით შემიძლია თამამოთქვა, რადგან ნამდვილად ასოციაციური პრინციპით მუშაობს, მას აქვს მმართველობითი ორგანოები, მისი წევრები იხდიან ყოველწლიურ საწევრო შენატანებს და ეს საწევრო შენატანები ბით ახერხებენ თავიანთვის საჭირო სხვადასხვა მასალების შესყიდვას, ასევე სერვისების შესყიდვას. ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მათ ესე რომ ვთქვათ ეხმარება და მათგან პირიქით ასოციაცია ეხმარება ჩვენ ტექნიკურ ჯგუფს იმისათვის რომ სწორი სტრატეგიები ავიღოთ განვითარების, მაგალითად თავად ფერმერთა ასოციაციის მმართველი ორგანოები გვეუბნებიან თუ რა არის მათთვის საჭირო მომავალი წლებისთვის, რა არის მათი პრიორიტეტები, რა აქტივობების განხორციელება სურთ, რა მიმართულებით მუშაობა სურთ, რა სერვისების მიღება სურთ, ხოლო ტექნიკური ჯგუფი ამ საჭიროებას პასუხობს. და არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც არის ხოლმე რა პრინციპში ძირითადად ერთობლივად ხდება გარკვეული აქტივობების დაგეგმარება და განხორციელების პროცესშიც თავად ფერმერები არიან ჩართულები. დღევანდელი გადმოსახედიდან ძირითადად რა გამოწვევები არსებობს ჩვენს რეგიონში და გახდა თუ არა ეს წინაპირობა იმის, რომ აი სასწავლო კურსზე, რაზეც უფრო მეტ დეტალურად უნდა ვისაუბროთ შემდგომში, აი ეს კურსი შეგექმნათ და განგეხორციელებინათ რეგიონში. კი, დარგში და ზოგადად სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდი და ბევრი გამოწვევები არსებობს. მაგალითად, სურსათო-სუნუვლობის მიმართულებით, პირუტყვის, ფუტკარის თუ კარტოფილის, ესე რომ ვთქვათ, მოვლა პატრონობის მიმართულებით, ბევრი დაავადება არის, ასევე დიდი რისკები არის სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე ესე შეიძლება ითქვას, რომ არ არის ერთიანი ხედვები ხშირ შემთხვევაში, გაერთიანებების სიმცირე არის, თავად მწარმოებელთა გაერთიანების სიმცირე არის. გამოწვევები ძალიან ბევრია და მათ შორის ერთ-ერთი არის ის, რომ ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის დარგი ზოგადად ბერდება და ეს ხელს უშლის შემდგომში განვითარებას. რადგან ესე რომ ვთქვათ, ასაკოვანი ადამიანები უფრო ნაკლებად მიმღებლები არიან სიახლეების, ინოვაციების დანერგვის, შესაბამისად დარგის დაბერება ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის, რის გამოც ესე რომ ვთქვათ, დარგის განვითარება ფერხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ ადგილობრივ ახალგაზრდებისთვის მიგვეცა ესე რომ ვთქვათ, ერთგვარი შესაძლებლობა გაცნობოდნენ ზოგადად სოფლის მეურნეობას, ძირითადად ამ სამ დარგს და სოფლის მეურნეობა აღექვათ როგორც ბიზნესად და როგორც შემოსავლის წყაროდ, რათა შემდგომში, ესე ვთქვათ, ეფიქრათ დასაქმებულიყვნენ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ ამ სასწავლო კურსის მიმდინარეობაზე, რა სწავლების მიდგომებს და მეთოდებს ახორციელებდით და უფრო მეტად გავხადოთ თვალსაჩინო ჩვენი მსმენელებისთვის, რა პრეცედენტული ახალი სასწავლო კურსი შეიქმნა რეგიონში. დიახ, ესე იგი, სასწავლო კურსი არ არის ჩვეულებრივი ბანალური სასწავლო კურსი, როდესაც ახალგაზრდები სტუდენტები ზიან ოთახში და იღებენ თეორიულ განათლებას, ან იღებენ რაღაც ინფორმაციას. ეს ერთის მხრივ არის ჩვენი სასწავლო კურსი ერთის მხრივ ეყრდნობა იმ ფრანგი პარტნიორების მიერ მიღებულ გამოცდილებას და მასში ძალიან დიდი მოცულობით იყო პრაქტიკა. ანუ მოიცავდა ძირითადად სამ მიმართულებას, ერთი თეორიული სწავლება, შემდეგ პრაქტიკული სწავლება და ასევე იყო პერიოდი და ამ სწავლების ნაწილი, სადაც ეს ახალგაზრდები უშუალოდ ფერმებში ცხოვრობდნენ და უშუალოდ ასოციაცია ერთობის ფერმერები ასწავლიდნენ
ესე ვთქვათ, ფერმერობაზე ასწავლდნენ იმ შრომას თუ რა შრომა უწევთ მათ აი ამ დარგებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნიკალური იყო, რადგან თეორიაც იყო, პრაქტიკაც იყო, აი ესეც ფერმებში ცხოვრებაც იყო, ესე ვთქვათ და ასევე ამასთან ერთად იყო გასვლითი სასწავლო ვიზიტიც რეგიონს გარეთ, სადაც ესე ვთქვათ, ისევ და ისევ ევროპულ მიდროებებს გაეცვლნენ. ძირითადად რა უნარ-ჩვევების წაღება შეძლეს ახალგაზრდებმა თქვენი სასწავლო პროგრამიდან? ძირითადად მათ ესე ვთქვათ, მიიღეს ზოგადი ცნობიერება აიმაღლეს ზოგადად სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მეცხოველეობის, მეკარტოფილების, მეფუტკრეობის მიმართულებით და არა მარტო ამ მიმართულებით, უფრო ზოგადი ნაწილიც იყო, მაგალითად, მცენარეს რა ჭირდება გაზრდა განვითარებისათვის, ნიადაგი როგორი შემადგენლობის არის, ნიადაგში რა პროცესები არსებობს, თავად ამ ცხოველებს რა დანიშნულება აქვს სამყაროსთვის და ამ ტექნიკურ საკითხებთან ერთად ასევე მათ ჰქონდათ საშუალება ესწავლათ ბიზნეს გეგმის შედგენა, ბიზნესის დაგეგმარება და ბიზნეს გეგმების წერაც მოახდინეს საბოლოო ჯამში. როგორ მოხდა მონაწილეების შერჩევა? ძირითადად რა ფაქტორებმა გაანაპირობა მონაწილეების შერჩევაში? ესე იგი, მონაწილეების შერჩევის დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე ორიენტირი ჰქონდა ასოციაცია ერთობის, ოჯახის წევრების, შვილების ან შვილიშვილების მიმართულებით, ჩვენ მოვიწვიეთ ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები და გარდა ამისა, იყო ღიად გამოცხადებული სასწავლო კურსის შესახებ ინფორმაცია, სადაც ნებისმიერ მონაწილეს ძირითადად რეგიონის მასშტაბით საშუალება ჰქონდათ, რომ განაცხადები შემოეტანათ და შემდეგ მცირე გასაუბრების შედეგად შევარჩიეთ ახალგაზრდები, რომლებიც ჩაერთვნენ ამ სასწავლო კურსში. გყავდათ თუ არა გამარჯვებული ბიზნეს იდეების ავტორები? მიმდინარე სასწავლო კურსის თავიდან არ გვითქვამს, ესე ვთქვათ, რაღაც სიურპრიზად შემოვინახეთ ახალგაზრდებისთვის და ასევე ეს არ გამოვაცხადეთ მცირე საგრანტო პროგრამა იმის გამო, რომ ეს არ ყოფილიყო მამოტივირებელი, ფინანსები არ ყოფილიყო მამოტივირებელი. აქედან გამომდინარე, თავიდან არ მქონდა ამის ანონსი და როდესაც მათ გაიარეს, ესე ვთქვათ, სასწავლო კურსი, ეტაპობრივად მათ დაიწყეს ბიზნეს გეგმების შემუშავება და იქ უკვე სასწავლო კურსის მიმდინარეობისას მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჰქონდათ შესაძლებლობა მიიღოთ ფინანსური მხარდაჭერა ჩვენი პროგრამის მხრიდან და თავად განევითარებინათ თავიანთი ოჯახების მეურნეობები ან ბიზნესები, ან თავად დაეწყოთ პატარა სტარტაპები, რომელიც მათი ბიზნესები გახდებოდა მომავალში. ყავს ამ ეტაპზე 4 გამარჯვებული, ერთი არის მებოცრეობის მიმართულებით, ერთი არის სასათბურე მეურნეობის მიმართულებით, ერთი არის კარაქის და ჩეჩილიყოლის მიმართულებით და ერთი არის მეფუტკრეობის მიმართულებით. გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ასევე ორგანიზაცია ამ გამარჯვებულ ახალგაზრდებს რას თავაზობს? კი, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ავჩერდებით, ჩვენ პირველ ეტაპზე მივეცით ინფორმაცია, შესაძლებლობა წარედგინეთ ბიზნეს გეგმები, შემდეგ მოხდა შერჩევა, თავად ფერმერების მიერ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მოკლედ უნარები აუმოღლეთ და ეხლა ვართ ეტაპზე, როდესაც მათ უკვე უნდა განახორციელონ თავიანთი ბიზნესები, უკვე დაიწყონ და შემდგომში ჩვენ მხარდაჭერა გრძელდება, აქ არ მთავრდება და გრძელდება ტექნიკური მხარდაჭერით, სადაც ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მათ მუდმივად, ესე ვთქვათ, მივაწვდით რეკომენდაციებს, რჩევებს, საჭიროების შემთხვევაში მხარში დაუდგებით, დავეხმარებით ყველა მიმართულებით, როგორც კონსულტაციებით, ასევე სხვა მიმართულებით, რაც შეგვიძლია ტექნიკურ ჯგუფს მათ ჩვენ მხარდაჭერა აქვთ. ამ პირველი ეტაპის შემდგომ ფიქრობთ თუ არა, რომ რეგიონში შექმნით პრეცედენტი, როდესაც ახალგაზრდებში უფრო მეტად გააღვივებთ ინტერეს სოფლის მეურნეობის დარგებში?
კი, რა თქმა უნდა, თავიდან ესე რომ ვთქვათ, როდესაც ახალგაზრდების შემოდინება მოვიდა, ესე რომ ვთქვათ, CV-ების თუ განაცხადების არ იყო ბევრი სამწუხაროდ და ჩვენ მათთან გასაუბრების, ვინც გაიარა კურსი, მათთან გასაუბრების შედეგად გავიგე, რომ მთლად პერსპექტიული არ იყო მათთვისაც, ესე რომ ვთქვათ, არ არის ისე ვთქვათ, ძალიან პოპულარული სოფლის მეურნეობა, მაგრამ ამ კურსმა თავად მონაწილეებს და მათ ახლობლებსაც მიცა ის ინფორმაცია, რომ ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობა და ძალიან მოტივირებულები არიან ახლა ის ახალგაზრდები, ვინც გაიარეს ეს გადამზადება და ამბობენ, რომ მომავალში თუ იქნება ამის შესაძლებლობა, თავიანთ ძალიან ბევრ ახლობელს, ბევრ ნაცნობს ურჩევენ ჩაერთონ ამ პროგრამაში. ასე რომ იმედი გვაქვს მომავალში, როდესაც ამ ტიპის აქტივობებს განვახორციელებთ, უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება და ასევე ასოციაციის წევრების უფრო მეტ ახალგაზრდას გამოვიგზავნიან იმისათვის, რომ ეს ცნობიერება მიიღონ მათმა ახლობლებმა, შვილებმა, შვილიშვილებმა. ამ ნაწილში რა შევაჯამოთ, რას ურჩევით ახალგაზრდებს, იმიტომ რომ მე მაგალითად სანამ გადაცემას ჩავწერდი თქვენთან, მყავდა უკვე თქვენი ერთ-ერთი მონაწილე, დავით ყუჯანიშვილი გადაცემაში და ვისაუბრეთ მის ბიზნეს იდეაზე, გეგმებზე, საქმიანობაზე და ასევე გარკვეული მესიჯებიც გაუგზავნა ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მისცეს მოტივაცია და თან დავითმა ისაუბრა იმაზე, რომ ჩემი ბიზნესის დაწყების შემდგომ ეტაპობრივად სოციოლოგ ქსელში გავუწევ პოპულარიზაციას, თუნდაც აი ამ სასწავლო კურსს ან ზოგადად სოფლის მეურნეობის დარგებს. თქვენ რას ეტყოდით ახალგაზრდებს? ხო, ძალიან კარგია, კი, მე მათი ესე ვთქვათ, განწყობა ვიცი და ყველა მონაწილე ძალიან მოხარულია ამ მიმართულებით და აპირებენ ამ ინფორმაციის გავრცელებას. მე ზოგადად ახალგაზრდებს ურჩევდი, რომ რაც შეიძლება მეტ აქტივობებში ჩაერთონ. ასევე ამ მიმართულებით თუ ოდნავ მაინც აინტერესებთ სოფლის მეურნეობა, თუ ოდნავ აინტერესებთ პროდუქცია როგორი წარმოება, ზოგადად რა პროცესებს გადის ის საკვები, რასაც ისინი იღებენ, თუ ოდნავ მაინც აინტერესებთ, აუცილებლად ჩაერთონ ამ პროგრამაში და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ და საერთოდ სხვანაირად შეხედავენ მათ გარშემო არსებულ მდგომარეობას, საკვებსაც, ცხოველებსაც, ძალიან ასე ვთქვათ, ბევრ ინფორმაციას მიიღებენ ამ სასწავლო კურსში და ურჩევთ ჩაერთონ. არა მარტო ამ სასწავლო კურსში, არამედ რაც შეიძლება მეტ სასწავლო კურსში, რაც შეიძლება მეტ აქტივობაში ჩაერთონ ახალგაზრდები, რადგან ამ ყველაფრით მათ ბევრი შესაძლებლობა უჩნდებათ, ბევრ ადამიანს იცნობენ და ეს ყველაფერი მათ განვითარებას ძალიან დაეხმარება მომავალში. თქვენ ბევრჯერ ახსენეთ, რომ ჩვენი პარტნიორი არის ფრანკფერმერთა ასოციაცია FERDI. უფრო მეტად რომ გაგვიზიაროთ, რას ნიშნავს თქვენთვის ფრანკფერმერთა ასოციაციის გამოცდილების გაზიარება და ზოგადად როგორი მიდგომები აქვს სოფლის მეურნეობაში? დიახ, ესე იგი, საფრანგეთში არაერთხელ ვარ ნავყოფი, არა მარტო მე, არამედ ფერმერებიც და ბევრი იდეაა, ესე რომ ვთქვათ, იქიდან წამოვიღეთ, ადგილობრივ რეალობას მოვარგეთ და აქ ვახორციელებთ ძალიან აქტიურ პროგრამას. რეალურად ზოგადად საფრანგეთში ჩვენ რას დავინახეთ, ყველა პროცესი სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძირითადი ყველა პროცესი იმართება თავად ფერმერების მიერ. ძალიან ბევრი აქტივობა არის საერთო. აქ იგულისხმება ის, რომ ფერმერთა გაერთიანებები ძალიან ბევრია და თავად ფერმერები ამ გაერთიანებებით ზრუნავენ ერთმანეთზე, ზრუნავენ იმაზე, რომ ერთმანეთს დაეხმარონ და დარგი განავითარონ. ამის მაგალითზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერთა გაერთიანებები, რაც ვასწავლა ამ ფრანგულმა გამოცდილებამ. შეიძლება რაღაც პროცესები შედარებით ნელა ვითარდებოდეს, როდესაც ჯგუფური აქტივობასთან გვაქვს საქმე, თუმცა მყარია ეს განვითარება, შორს მიდის ეს განვითარება, ეს აქტივობები, ასე რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ჯგუფური აქტივობები და
პრობლემის ერთად გადაჭრა. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებითაც, რადგან ეს ტექნიკური მიმართულება ჩვენ ტექნიკოსებისთვის ისე ვთქვათ, ცოდნის და ინფორმაციის წყაროა, რის საფუძველზეც მერე ჩვენ ვაძლევთ გვეძლევა საშუალება ადგილობრივ წარმოებლებს დავეხმაროთ და დავეხმაროთ თავიანთი მეურნეობების განვითარებაში. და რო ვისაუბროთ ამ სამი ორგანიზაციის თანამშრომლობაზე, როგორ შემოიფარგლება თქვენი თანამშრომლობა, იმიტომ რომ ფაქტიურად ფერტი საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი, კავკასიის ახალციხის ოფისი და ფერმერთა ასოციაცია ერთობა რაღაცა ერთმთლიან ორგანიზმს ქმნის რეგიონში. კი, ეს არის სამი განსხვავებული ორგანიზაცია, სამი სხვადასხვა მიზნების მქონე, ესე რომ ვთქვათ, ორგანიზაცია, თუმცა ამ სამი ორგანიზაციის თანამშრომლობა და სინქრონული მუშაობა რეალურად ძალიან დიდ შედეგს იძლევა. ფერტის მხარდაჭერა არის როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროცესებისთვის. ერთობის ესე რომ ვთქვათ, ფუნქცია არის ის, რომ ტექნიკურ ჯგუფს გვითხრას რა ჭირდება ფერმერებს, ანუ მოგცეს მიმართულებები, მათგან მივიღოთ რეკომენდაციები, მათგან მივიღოთ რჩევები სხვადასხვა მიმართულებებით, ანუ რაზე უნდა ვიმუშაოთ. ხოლო ტექნიკური ჯგუფის ფუნქცია მოვალეობები არის ის, რომ ფერმერთა საჭიროებებს უპასუხოს, მაგალითად მიცეს ინდივიდუალური რჩევები ფერმერებს და დაეხმაროს ინდივიდუალურ განვითარებაში, ასევე ხელი შეუწყოს ფერმერთა გაერთიანებებში და ამ გაერთიანებების განვითარებაში, დავეხმაროთ ფერმერებს აწარმოონ ჯანსაღი, სუფთა, ავნებელი პროდუქცია, მიიღონ უფრო მეტი შემოსავალი, მეტი სარგებელი, დაზოგონ ხარჯები, ენერგია, დრო და გაიმარტივონ ისე ვთქვათ, შრომა. აქედან გამომდინარე, ამ სამი ორგანიზაციას აქვს თავისი მიზნები, ნათლად განსაზღვრული მოვალეობები, რომლებსაც პირნათლად ასრულებს ეს სამი ორგანიზაცია. ჩვენ წინასაუბარში ვახსენეთ, რომ ამ სასწავლო კურსის გარკვეული დეტალები ფრანგული მოდელებიდან იყო გადმოღებული. უშუალოდ ეს კავშირი რო გავაბად, რა დეტალები ჩავაქსოვეთ სასწავლო კურსის განხორციელების დროს. კი, ჩვენ თავიდან გვინდოდა იქაური კოლეჯების პრაქტიკა გადმოგვეტანა, აქ დაგვენერგა, ან შეიძლება სასწავლო თავიდან ვცდილობდით, რომ სხვა სასწავლო დაწესებულებებთან გქონოდა კავშირი და მათგან ეხორციელებინათ ეს პროგრამა, თუმცა ვინაიდან და რადგანაც ადგილობრივი სიტუაცია, თავად მასწავლებლები, ზოგადად პროგრამები ისე არის შემუშავებული, რომ ანუ რაღაცეები ხელს გვიშლიდა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპისათვის, პირველი ეტაპისათვის ჩვენ თავად ტექნიკურ ჯგუფს განვეხორციელებინა ამ ახალი მიდგომებით სწავლება და მომავალში ვფიქრობთ, რომ შეიძლება რომელიმე პარტნიორი სასწავლო ორგანიზაციაც იყოს ამ პროცესებში ჩართული. უშუალოდ განსხვავება ალბათ უფრო არის თვითონ თეორიულ ნაწილშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად პრაქტიკის ნაწილში არის დიდი განსხვავება და თავად იმ ფერმებში ცხოვრების შესაძლებლობით არის დიდი განსხვავება არსებულ სასწავლო კურსებთან შედარებით. და ბოლოს ბატონო ზურაბ, თქვენ იმას აზრება რა გაგვიზიაროთ, რას ნიშნავს ზოგადად პროფესია ფერმერი, იმიტომ რომ როგორც ვიცი, საფრანგეთში ეს უკვე აღიარებულია პროფესია და რამდენად არის ერთგვარად თქვენი მიზანიც, რომ საქართველოში ფერმერობა იქცეს პროფესიად. დიახ, არა მარტო ჩემი მიზანი, ზოგადად გარგისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ფერმერობა იყოს აღქმული როგორც პროფესიად და ეს საქმიანობა იყოს აღქმული როგორც ბიზნესად. სხვა შემთხვევაში ნაკლებია განვითარების შესაძლებლობა, ვინაიდან უბრალოდ მცირე ოჯახური მეურნეობებით რეალურად წარმოებას ბევრს ვერ შევქმნით.
აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ფერმერები იყვნენ განათლებულები ფერმერობის მიმართულებით, როგორც მინიმუმ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ უნდა გქონდეთ შესაბამისი ცოდნა, როგორ მოვარონ პირუტყვს, როგორ აწარმოონ პროდუქცია, რადგან ამ ცოდნის გარეშე და უბრალოდ იმ ტრადიციული მეთოდებით, რომელიც წინაპრების მიერ არის გადმოცემული, რეალურად ვერ ხდება დიდ შედეგებზე გასვლა. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია თავად ამ ფერმერებს ჰქონდეთ შესაბამისი განათლება და მათ თავიანთი საქმიანობა აღიქვან როგორც პროფესიად, რადგან სხვა შემთხვევაში რეალურად განვითარების დაბალი შანსებია. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე ასევე მიხარია, რომ დღეს შევესწარეთ თქვენთან სიგელების გადაცემის ცერემონიას. მე კი ბავშვებს ჩავწერ და გავისაუბრები, მათ ასრებსაც გავიზიარებ. მინდა გისურვოთ წარმატება, როგორც თქვენ საქმიანობაში, ასევე ფერმერულ საქმიანობაში, იმ ფერმერებს, ვინც დღეს, ასე ვთქვათ, იყვნენ აი წარმოდგენილები, როგორც ერთგვარად პროექტის მონაწილეები, წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა მოწვევისთვის, კარგად. მოგესალმებით, მე დავითი ვარ 15 წლის ახალციხიდან. დავით, შენ როგორც კურსის მონაწილე, ალბათ გაგვიზიარებ შენს გამოცდილებას, ყველაზე მეტად რა გიფიცგა რომ ამ კურსის მონაწილე ყოფილიყავი და ძირითადად რა უნარების განვითარებაში დაგეხმარა. სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ მოცემულ სასწავლო კურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, რადგან მსურდა დამატებითი ცოდნა და გამოცდილება მიმიღო ზოგადად მეურნეობის დარგში, მეურნეობაში. უშუალოდ პროექტმა მომცა იმის საშუალება, რომ ეცადა როგორც ასეთი ფერმერული ცხოვრება და ადგილობრივი ფერმერების აზრები და მათი გამოცდილება გამეზიარებინა. ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი რაც ამ კურსმა დაგიტოვა. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ალბათ სასწავლო ვიზიტი დმანისში, სადაც ორი მასშტაბური ფერმა ვნახე, მეხორცული და მერზეული ჯიშის პირუტყვით ფუნქციონირებადი. და ეს ჩემთვის უცხო იყო, რადგან ამხელა ფერმები და ასეთი განვითარებული ტექნოლოგიური თვალსაზრისით პირველად ვნახე. როგორც ვიცი, ამ სასწავლო კურსის დასასრულს გქონდათ საშუალება თქვენი ბიზნეს პროექტები წარგედგინათ, იდეები დაგეფინანსებინათ, ამაზე რა 1-2 სიტყვით გაგვიზიაროთ თქვენი საქმიანობა. კი, პროექტში მონაწილეობის დროს საშუალება მქონდა, რომ ჩემი ბიზნეს იდეა, ამ შემთხვევაში მებოცრეობა, განხორციელების სტადიამდე მიმეყვანა, რაშიც მეხმარებოდნენ ტრენერები, რომლებმაც, ასე რომ ვთქვათ, დამეხმარნენ ბიზნეს გეგმის დაწერაში. შემდგომ ეს წარუდგინეთ ერთობაში მოღვაწე ფერმერებს და მათი შეფასებიდან გამომდინარე მოვიპოვე გრანტი. და ბოლოს რას ურჩევდი შენ თანადობებს? სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვურჩევდი, რომ აუცილებლად მომავალში, როდესაც იგივიდის ერთობას ექნება პროექტი, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა და აი რაც შეიძლება ყველანაირი შესაძლებლობა გამოიყენონ, რაც მიეცემათ. და ვფიქრობ, რომ ბევრს დღესდღეობით აქვს ისეთი შთაბეჭდილება მეურნეობაზე, რომ არ არის ჰიგიენური საქმე და ვინც ესე ფიქრობს და უნდა რომ ნამდვილი თვალი დაინახოს, აუცილებლად უნდა სცადოს მეურნეობა ერთხელ ცხოვრებაში. გისურვებ წარმატებებს. მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ საბა დადგენიძე, 17 წლის ახალციხიდან. საბა, შენც ერთ-ერთი კურსის მონაწილე იყავი, რომელიც დღეს ფაქტიურად დასრულდა მისი პირველი ეტაპი, ჰქონდა შემაჯამებელი შეხვედრა, რას გვეტყოდით ამ სასწავლო კურსთან დაკავშირებით? GBDS-ის და ერთობას საერთო პროექტთან დაკავშირებით გეტყოდით იმას, რომ ძალიან ბევრ ამაში დამეხმარა. პირველ რიგში იმაში დამეხმარა, რომ ჩემი ზაფხული უფრო ნაყოფიერად გამეტარებინა, რადგანაც თეორიულ ნაწილთან ერთად ჰქონდა პრაქტიკული სავალიშოებიც
რაც იმას ნიშნავს, რომ ფერმერებთან ჰქონდა წვდომა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში დავშენილყავით და პრაქტიკულ ნაწილში მივიღოთ ჩვენით მონაწილეობა. რაც უფრო დასამახსოვრებელი იყო და უფრო მეტ რამეში დაგვეხმარა მომავალში ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით. ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი, რაც კურსმა დაგიტოვა. ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ჩემთვის იყო უფრო პრაქტიკული ნაწილი, როდესაც ბატონ რონალდისთან ვიყავით ასული მეფუტკრეობის გამოცდილების მისაღებად, რადგანაც ჩემთვის ყველად იყო, როდესაც უკვე მეფუტკრეობასთან შევეხედა ჩემი თვისადე ყველაფერი, რაც ძალიან განსხვავებული იყო და უფრო ასე ვთქვათ, გამომიმტკიცა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მეფუტკრეობას გავყოლოდი. და ასევე როგორც ანალოგიურად, ჩემთვის ასევე დასამახსოვრებელი იყო დმანისის აგრარულ სკოლაში ვიზიტი, რადგანაც დავათვალიერეთ ორი სხვადასხვა ტიპის ფერმა, მეხორცული და მერძეული ჯიშის საქონელებთან ჰქონდა კავშირი და ძალიან განსხვავებული იყო და ძალიან ასე განვითარებული იყო ჩვეულებრივი ტიპის ფერმებთან განსხვავებით. როგორც ვიცი, პროექტის დასასრულ ჰქონდათ საშუალება, რომ თქვენი ბიზნეს იდეები წარგედგინათ, შესაბამისად, რა სფეროს უკავშირდება და რა სამომავლო გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღნიშნეთ, ჩემს დაინტერესების სფერო შეეხებოდა მეფუტკრეობას და რასაკვირველია, ჩემი საგრანდო პროექტის დავწერა მეფუტკრეობაზე და GBDC-მ დამაფინანსა და დამეხმარა, რომ ასე ვთქვათ, გამეხორციელებინა ეს პროექტი და სამომავლო გეგმები ის არის, რომ უფრო განვავრცო და გავაძლიერო ეს მეფუტკრეობის სფერო და არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემს თანატოლებთან ახალგაზრდებს გაუზიარო ეს გამოცდილება და მოვუწოდო იმისთვის, რომ მომავალში სამომავლო გეგმებში GBDC-ის ასეთ პროექტებში ჩაერთო. და ბოლოს რას ურჩევდი შენ თანატოლებს, იმიტომ რომ ამ კურსის განმავლობაში ნაკლებად იყვნენ აქტიურად ჩართულები ახალგაზრდები, ჩვენ შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ სოფლის მეურნეობის დარგი არის დაბერების პირას, ამიტომ თანატოლებს რა მესიჯს დაუტოვებდი? თანატოლებს იმას ურჩევდი, რომ თავიანთი აზრები და სტერეოტიპული შეხედულებები ამ სფეროებთან დაკავშირებით ძალიან განსხვავდება, რადგანაც თვითონ სანამ არ გამოცდიან, თვითონ როდესაც გამოცდიან უკვე ამ ყველაფერს, უფრო მიხვდებიან და უფრო გაამტკიცებენ ამ აზრებსაც. და იმას ვიტყოდი, რომ თანატოლებს და იმას ურჩევდი, რომ ცადონ თავიანთი თავი ამ სფეროებშიც, რადგანაც იქნებოდა თავიანთი თავი ზუსტად ამ სფეროებში იპოვონ და ამ პროექტში რა. გისურვებ წარმატებებს. მადლობა. გამარჯობა, მე ვარ დემეტრე, 11 წლის ვარ დაინტერესებული ვარ ამ სოფლის მეურნეობით, დავიწყე GBDC-ის პროექტის შესახებ სწავლა და ვარ ასევე ყველაზე უმცროსი მოსწავლე. საინტერესოა, ყველაზე უმცროსი მონაწილე იყავი ამ სასწავლო პროექტის და რატომ გადაწყვიტე, რომ თუნდაც ზაფხულის ის პერიოდი, რაც მეგობრებთან ერთად უნდა გაგეტარებინა, სასწავლო პროგრამაში ყოფილიყავი ჩართული? მინდოდა რომ ჩემი ზაფხული და არდადეგები უფრო ნაყოფიერად და საინტერესოდ გამეტარებინა. მინდოდა რომ გამეგო უფრო მეტი სოფლის მეურნეობის მიმართ. მაინტერესებდა როგორი იყო ეს პროექტი და გავიგე ამ პროექტის შესახებ სოციალური ქსელებიდან. ყველაზე მეტად რა იყო შენთვის დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ როგორც ვიცი, თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკულ სწავლებასაც გადიოდეთ. კი, პრაქტიკული სწავლა უფრო დამამახსოვრდა, იმიტომ რომ ვესტუმრეთ სოფელ ჭობარეთს, დავინახეთ თუ როგორ ამზადებდნენ ტენილ და ჩეჩილ ყველს, ძალიან მომეწონა და ასევე ვესტუმრეთ შვეიცარულ აგრარულ სკოლას. რას ურჩევდი ახალგაზრდებს, შენ თანატოლებს? ურჩევდი, რომ უფრო მეტ პროექტებში მიეღონ მონაწილეობა. მადლობა, გისურვებ წარმატებებს. მადლობა. გადაცემა მომზადებულია ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ლიბიის საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადანეთ ახალწლის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო უსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.